მიწის მოსწორებაზე რუსთავში დღეს და ღამეს ასწორებენ. შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ავტოდრომის მშენებლობა ივლისისთვის უნდა დასრულდეს. 4 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე ავტომობილებს საათში 287 კილომეტრის სიჩქარის განვითარების საშუალება მიეცემათ. ყველაზე რთულ მოსახვევში კი 180 კილომეტრის. ავტომობილის უსაფრთხოების პირობები მაქსიმალურად იქნება დაცული. ტრასა ისეთი სიგანისაა, რომ თუ ავტომობილი მოცურდა, ძოლმა საჭის კონტროლი და გზის გაგრძელება შეძლოს. უფრო მეტიც დაგეგმილია ვერტფრენის დასაჯდომი მოედის მშენებლობაც, რათა უბედური შემთხვევის დროს დაშავებული დროულად გადავიყვანოთ ჰოსპიტალში. ავტოდრომის პროექტში გათვალისწინებულია ავტომობილების შესაკეთებელი წერტილები, რესტორანი და სასროლეთი, რაც მთავარია ტრიბუნა გათვლილი 7000 მაყურებელზე, საიდანაც ავტოდრომის მფლობელები სერიოზულ შემოსავალს ელიან. ბილეთის ფასი, როგორც თავად აცხადებენ, კინოთეატრებისას არ გადააჭარბებს. გარდა ამისა, კომპანია ავტომობილების რეალიზაციასაც გეგმავს. საწყის ეტაპზე შემოყვავს 20 ერთეულის საერთაშორისო კლასის ავტომობილი, ამერიკული ლეგენდა და ფორმულა ალფა რომეოს ძრავებით. მათი ფასი $10,000-დან იწყება და 20,000 არ აღემატება. მსურველებს გაქირავების სერვისაც შევთავაზებთ, რომლის ღირებულება $3,000 იქნება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საკუთარი ეკიპაჟის ყოლისურვილი უკვე გამოთქვეს საქართველოს არმიამ, პოლიციამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სადაც კომპანია სტრომი მეორე ავტოდრომის მშენებლობასაც გეგმავს. და ამ თემაზე საუბარში ახლა ავტოდრომის ოპერატორი კომპანია სტრომოდან ელდარ მარჩენკო შემოგვიერთდება. Приветствую вас в нашей студии. მოგესალმებით ჩვენ სტუდიაში. Было очень, конечно, интересно ძალიან საინტერესო იყო გვენახა რა უნდა გაკეთდეს რუსთავში. Сам по себе, ну, конечно, автодром без гоночных машин это не то. მანქანების გარეშე ავტოდრომი არ Откуда они არის. возьмутся и საიდან когда? მოიტანთ ამ ავტომობილებს და Практически вот сейчас из Америки стартуют. სწორედ ამ წუთში ამერიკიდან ვაპირებთ შემოვიყვანოთ 20 ავტომობილი. Самый массовый, самый ეს არის ყველაზე მასიური და პოპულარული კლასი ამერიკაში და მთლიან И они მსოფლიოში. участвуют в настоящих гонках. და ისინი ნამდვილ ბოლებში მონაწილეობენ. гоночный автомобиль. Дიახ, ეს არის სრულფასოვანი, ძალიან სწრაფი ავტომობილები. Скоростной, чем Porsche 911 Carrera. А можно узнать цену? შესაძლებელია ფასის Цена გაგება. будет порядка $20,000 США. ფასი $20,000 იქნება, მთელი თავისი. И бывший в употреблении автомобиль, но по-прежнему в очень хорошем состоянии, способный побеждать. ავტომობილები ძალიან კარგ მდგომარეობაშია და მისი შეძენა $15,000 შეიძლება. И как вы планируете вот როგორ уже გეგმავთ извлечь инвестиции? ინვესტიციების Таким образом, ამოღებას? кто ваш потребитель? ვინ არის Это, თქვენი მომხმარებელი? зрители, которые ეს приходят არის მაყურებელი, რომელიც посетить მოვა гонки, ავტოდრომზე или же თუ участники? მონაწილეები. Мы делаем 3 продукта. ჩვენ Во-первых, სამი мы პროდუქტი делаем გვექნება. зрелище, პირველი ეს არის которое სანახაობა, привлечет რომელიც зрителей. И მაყურებელს наша მოიზიდავს амбициозная цель და ჩვენი сделать ამბიციური გეგმა автогонки გავაკეთოთ спортом номер 1 в Грузии. რბოლები И во всем ნომერი регионе პირველი სპორტი Закавказья и რეგიონში Черного моря. და შავი Задатки ზღვისპირეთში. есть, потому что есть группа любителей, которые არის этим მოყვარულები, интересуются, но რომლებიც это ამით всё-таки არის ограниченная დაინტერესებული, очень მაგრამ ეს группа. მაინც შეზღუდული Каким образом ჯგუფია. вам როგორ представляется წარმოგიდგენიათ расширить и сделать გააფართოვოთ და массовым მასიური интересом გახადოთ гоночный спорт? სპორტის ეს სახეობა. Но если этот продукт будет качественным, თუ ეს პროდუქტი ხარისხიანი იქნება, მასზე მაყურებელი მოვა. на первом ტრიბუნები этапе порядка პირველ ეტაპზე იქნება 7000 это значит, что туда ადგილით. спонсоры. იქნება სპონსორები Значит, что гонки превратятся в инструмент და маркетинга. რბოლები გახდებიან გახდება მარკეტინგის ინსტრუმენტი. როდესაც С помощью этих людей რბოლაზე 7000 ადამიანი ესწრება, შესაძლებელია ძალიან დიდი მარკეტინგული ხერხების გამოყენებით პროდუქციის რეკლამირება. Потому что я вот встречался здесь с руководителями грузинских клубов. მე შევხვდი კლუბებს საქართველოში, Клуб BMW, როგორც არის მაგალითად BMW-ს კლუბი. ეს არ არის პროფესიონალური ავტომობილი. несколько тысяч человек. და ის რამდენიმე 1000 ადამიანს აგროვებს სატელევიზიო рекламе Я сам участвовал недавно на днях. А какие остальные продукты, которые вы რა არის სხვა собираетесь პროდუქტები, продавать? რომლებიცაც გაყიდით თქვენ ავტოდრომზე? Зрители, ჩვენი მომხმარებელი ეს არის მაყურებელი, участники, მონაწილეები, команды и спортсмены. ჯგუფები და И это სპორტსმენები. спонсоры. და Именно ეს არის в таком порядке. სპორტსმენები. Мы уже делаем свой увидим в продукт. действии Да. начиная с июля. ჩვენ ამას В ნახავთ июле ივლისის мы დასაწყისში. начнем тренировки. დიახ, ჩვენ დავიწყებთ Может быть, какие-то события национального ვარჯიშს значения. И в და октябре уже будет большой ოქტომბერში უკვე фестиваль გვექნება დიდი с ფესტივალი, концертом, грандиозным კონცერტით зрелищем, და დიდი на котором სანახაობით, уже будут иностранные რომელზეც пилоты. უცხოელი ბოლელები Удачи вам, იქნებიან. будем ждать вот этой წარმატებებს даты. გისურვებთ.